როდის იყო, როდის თქვი მე რომ შევიწყალებდი? მე ვთქვი რომ არასოდეს არ შევიწყალებ და არა და არასოდეს და რამდენჯერმე კითხეთ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციის იყო გავრცელებული. არ ვიცით ხო? მე ვიცი. ვისგან იყო? ოცნების წრეებში ტროლების და ინფლუენსერების გავრცელებული. მაშინ იცით რა არის? რამდენიმე ინტერვიუ გავრცელდა თქვენი და მაშინ გაჩნდა გარკვეული ეჭვები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, როდესაც თქვენ არა იცით რა მე მახსოვს ახლა თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით რომ ეს შეიძლება გამოყენებული იყოს სასჯელის უფრო მსუბუქი ფორმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ხომ არ ვწდებით? აი ზუსტად მაშინ გაჩნდა ეს დიახ. არაერთხელ შევხვდი რატი ბრეგაძეს სხვათა შორის ამ საკითხზე, როცა იყო პრობლემა ჰუმანური და ჯანმრთელობის და იმისი და არაერთხელ მithქვამს რომ ეს საკითხი თქვენი გადასაწყვეტი არის მთავრობის მიერ პოლიტიკური საკითხი არის და არა შეწყალების იმიტომ რომ შეწყალება სხვა რამეს ეხება მორალურ განზომილებას და ამიტომ ვთქვი მე რომ არა და არავის არ აქვს უფლება რომ გაავრცელოს ჩემს გარეშე ტყუილები რაც იყო მთელი ოცნების რატომ იმიტომ ოცნებას ერთი სული აქვს რომ ნიშა იყოს მუდმივად მისი ერთადერთი ოპონენტი რომ ამითი და ამითი არის რომ ოცნებამ თუ შეინარჩუნა რამე ხმები დღემდე საზოგადოებაში არის იმ ადამიანებისგან რომელსაც ახსოვთ ის პერიოდი რომელიც არ უნდათ რომ ის პერიოდი დაბრუნდნენ და ამაზე მუდმივად აპელირებს ოცნება რომ აი ჩვენ ვართ სხვა რა მაგრამ თქვენ ბოდიში რომ თქვენ გაგივებთ არა სწორი ჩემგან ოცნება დღეს გახდა უარესი ვიდრე სააკაშვილის პერიოდი. გაიმეორა და დაუმატა ერთი რამე, რაც არ ქონდა სააკაშვილის პერიოდს. ავტორიტარიზმს, ერთპარტიულობას, არჩევნების გაყალბებას და ადამიანების უფლებების დარღვევას და ბიზნესის დამონებას, რაც ყველაფერი დღეს ხდება ოცნებაშიც, დაუმატა რუსეთი.